ხვალინდელი დღე, რას მოგიტანს ხვალინდელი დღე? 2 ივნისი. რას მოგიტანს, რა უნდა გაითვალისწინო და რა უნდა იცოდე? ნახოთ. რა ენერგიებში იქნები ხვალ? ემოციური დღე იქნება, ვიღაცა ოჯახის წევრებს ნახავს, ვიღაცა სასურველ კაფეში წავა, ვიღაცა უბრალოდ დაიცავს პირად საზღვრებს და აღარავის არ მისცემს იმის საშუალებას, რომ უკარ ნახოს რა გააკეთოს ამ ცხოვრებაში, საით უნდა წავიდეს, სად უნდა ჩააბაროს, ვინ უნდა უყვარდეს, რა უნდა ჩაიცვას, რას უნდა უყუროს. რა არის იცით, აი ძალიან ბევრი დაგროვილი გაქვთ თქვენ და აი ხვალ ამოხეთქავს თქვენი შინაგანი ემოციები, თქვენი შინაგანი განწყობა, აი ამოხეთქავს ეს პროტესტი, აი ანარქიის დრო არის, რასაც თქვია, თქვენი შინაგანი პროტესტის. დაადგებით, იცით როგორ გზას, სიყვარულის გზას, პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარულის გზას, გესმით? ეს ამაზე კარგი რა არის? თქვენზე მშვენიერი ვინ არის? ჩემო კარგებო, სიყვარულის, სილამაზის, ესთეტიკის, საკუთარი თავის და საყვარელი ადამიანების განებივრების დრო მოდის ხვალი და ზაფხულია. რას ნიშნავს ზაფხული? ზაფხული იმას ნიშნავს, რომ სილამაზის, სიყვარულის, ცეცხლის დრო არის. აგიზგიზეთ თქვენი შინაგანი ცეცხლი, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, რელიგიას, ორიენტაციას მნიშვნელობა არ აქვს. ჩაიხედეთ სარკეში, უთხარით თქვენ თავს, რომ თქვენ ხართ უნიკალურები, საუკეთესოები და იმსახურებთ ყველაფერ კარგს. საკურაკი გისურვებთ, გულევს სიხარულს და ბედნიერებას. მომავალ შეხვედრამდე.